გამარჯობა თქვენ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში 14 საათსა და 10 წუთზე თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის არხზე და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. დღეს გაცემს პირველი ნაწილის სტუმარი არის ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამკარეშიძე. ბატონო მამკა, დიდი მადლობა რომ მონახეთ და მობრძანდით და დღეს მინდა ვისაუბროთ ჩვენ დონალდ ტრამპის სულ ახალ ცინცხალ გადაწყვეტილებებზე. პრინციპში ჯერ ვერ გადაგვეხარშა ტრამპისა და პუტინის საათნახევრიანი საუბარი, რომლის შემდეგაც 15 წუთის განმავლობაში ტრამპი ესაუბრა ზელენსკის, როგორც გვითხრეს, რომ გაირკვა ჩემთვის მაგალითად ძალიან უცნაური კი არა, მოულოდნელი ასე ვთქვათ, უცნაურობას უკვე შევეჩუე გადაწყვეტილება. ტრამპმა თქვა, რომ G7-ში უნდა დაბრუნდეს პუტინი, იმიტომ რომ ის არის ჯერ ერთი ჯირვა და მეორე არასწორი იყო პუტინის კი რუსეთის ამ ორგანიზაციიდან გაძევება. ეხლა პირადად ჩემთვის მართლაც ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ტრამპის ბრძანებულება. ეს მიხედვითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ჰაგის სასამართლოს პროკურორი, ვინც გასცა პუტინის დაპატიმრების ორდერი. შოკის მომგვრელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მანამდე უდიდესი ალბათობით სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, თუმცა წინა პრეზიდენტის ძალისხმევით გაიცა ეს ორდერი იმ ამჯერად უკვე საბრალო პროკურორის მიერ. გარდა ამისა, უკვე თითქმის გადაწყვეტილია, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან საუდის არაბეთში. ეს შეხვედრა არ იქნება იოლი, იმთავითვე ჩანს, იმიტომ რომ ორივე მხარეს მოუწევს და აქვს სურვილი თავისი ინტერესები დაიცვას და გააფართოვოს. პრინციპში იმთავითვე გასაგები იყო უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, რომ ყველაზე მეტ წაუგებელს, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, თამაშობდა აი ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში თუ თამაში, ხა თამაშს კი ვამბობთ, მაგრამ რაღაც თამაში ადამიანები იღუპებიან, წაუგებელს თამაშობდა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები და ეს პრინციპში გამოჩნდა კიდეც უკვე აი მიმდინარე პროცესებით რაც ხდება. რუსეთმა მაინც განიცადა, მაინც რა ადამიანი ხო დაიღუპნენ მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის იმ ტიპის სახელმწიფოა, ადამიანის სიცოცხლე დიდად არაფერს ნიშნავს, როდესაც რაღაცა თავიანთი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს, მათი აზრით, მათთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები გადასაწყვეტი. ხა აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე, იმიტომ რომ მე როგორც ვატყობ, რაოდენ ისეთი ტრაგიკული და ცინიკურიც უნდა იყოს, არავის არ აღელვებს არც უკრაინის ბედი, არც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და არც უკრაინის მოსახლეობის ბედი სამწუხაროდ ყველაფერი დახურდავდა უკვე ფულზე, ინტერესებზე ვინამდენ შემოსავალს მიიღებს. ერთი სიტყვით ბატონო მამკა, რა სქემა გათამაშდა ჩვენ თვალწინ უკრაინის ტერიტორიაზე, თუ გავს ეს ადრინდელ ამ ტიპის გარიგებით, პირველი ხო არ არის მსოფლიო გადანაწილება და ახალი წესრიგის შექმნის მცდელობა და შექმნის ფაქტი. ამჯერად როგორი ეს რაღაც ახალი არის თუ ეს რომელიღაცა ძველი სქემის გადათამაშება იყო? ხო, მივესალმები მაყურებელს, სპენელს და თქვენს რასაკვირველია. პრინციპში ეს მიდგომა, რომელიც დამოსრერებას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რასაკვირველია, ცინიკურია, მაგრამ ახალი არ არის. ასეთი მიდგომის დემონსტრირება მოხდა მეორე მსოფლიო ომის წინ, მაგალითად, გერმანიასთან დამოკიდებულება გავიხსენოთ, რომელიც ორიენტირებული იყო და გულისხმობ კოლექტიური დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების. რომ ორიენტირებული იყო იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდხანს ებრძოლათ ერთმანეთის წინააღმდეგ რიგ ქვეყნებს, რათა დასუსტებული იყვნენ და საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების უკეთესი მდგომარეობა შექმნილიყო. დაახლოებით ასეთი რამ არაერთხელ გათამაშებულა მსოფლიოში, ახალი არ არის. და ახლა მე არაერთხელ მithქვი, ესეც რაღაცას მე ვამბობ, ესეც ცინიზმია და ძალიან მძიმე რამ არის, რასაც ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი მაგალითად, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული ფუნქციის მინიჭება, რომელიც მოხდა 90-იან წლებში, არა, როცა ჩვენ ტერიტორიაზე გაიარა ენერგომატარებლების დერეფანმა, ეს განპირობებული იყო ყარაბაღის მოვლენებით. ანუ სვის უბედურებაზე ჩვენთვის სიგეთე აღმოჩნდა, ხო? აი ეს არის ცინიზმია, მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ასეა. ხოდაჭერი სომეხი პოლიტოლოგები რამდენჯერმე ჩავწერემე და ამბობდნენ, რომ თქვენ უნდა ილოცოთ იმაზე, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის დაძაბული ვითარება იყოს, იმიტომ რომ ამით ხეირობს საქართველო. მაგაზე ადრე გეფიქრეთ. არა, ცუდად არ ვთქვამ სხვათა შორის. კარგი, მოკლედ ასეა თუ ისე ეს ესეა, მსოფლიო სამწუხაროდ ასეა მოწყობილი. არავით არის ეს მორალური ფასეულობა დიდ პოლიტიკაში თავის როლს არ თამაშობს. რასაკვირველია, მორალურ ფასეულობას იფარებენ ხოლმე. ფარად.
და ამაზე მსჯელობენ და როცა ჭირდება ადამიანის უფლებებზე ინდივიდუალურად თითოეული ადამიანის ბედზე იწყება ზრუნვა ისე ტექსტებს ამბობენ ლამას რო აი ბავშვების ერთი ბავშვის ცრემლად არ ღირს არაფერი მაგრამ როცა საქმეზე მიდგება როცა მათ ინტერესებს ეხება ყველას ავიწყდება ხოლმე ეცამა მე ამ აბსოლუტურად ყველას განსაკუთრებით მსხვილ მოთამაშეების თვისება ეს რომ სხვისი ინტერესები საკუთარი ინტერესებისთვის გაწირო და ჯობი ეს ღიად იყოს ყოველთვის ნათქვამი ვიდრე იყოს შეფარული აი ამ დემაგოგიური ფორმულებით რომელზეც მე მქონდა ახლა საუბარი აი ღიად ნათქვამია მაგალითად რომ ინგლისს არ აყავს მუდმივი მეგობრები აქვს მუდმივი ინტერესები ეს სწორი ნათქვამია ეს საინგლისოდ სწორი ნათქვამია ინგლისისთვის სწორი ნათქვამია და ასახავს ვითარებას ისე როგორც უნდა იყოს. მე მაგალითად ახლა დღეს თუ ცივი გონებით შევაფასებთ მიმდინარე მოვლენებს და ახლობთ ასეთი სურათი იკვეთება ბევრად უფრო პატიოსნად თამაშობს პატიოსნად პირობითად პატიოსნად ამერიკის შეერთებული შტატები ვიდრე ბაიდენის ეპოქაში ან თუნდაც მისი წინამორბედების ეპოქაში. გასაგებია ყველაფერი. თავის ინტერესებიდან გამომდინარე დღეს რევერსსაც კი აკეთებს რუსეთთან დაკავშირებით. მისი ინტერესებია რომ ამერიკა იყოს დომინანტი სახელმწიფო მსოფლიოში და ერთადერთი მეტოქე რომელიც დღეს ყავს ეს არის ჩინეთი. ჩინეთის წინააღმდეგ მასშტაბდება სერიოზული კოალიცია, შეიძლება სერიოზული მოკავშირეები. ერთ-ერთი ასეთი მოკავშირე შეიძლება იყოს რუსეთი, რომლისთვისაც ასეთი ტიპის მოკავშირეობა შეიძლება მომგებიანიც იყოს, იმიტომ რომ დღეს რუსეთი და ჩინეთი არიან, ასე ვთქვათ, მეგობრები, სიტუაციური მეგობრები და ეს კარგად ჩანს ძალიან თუ ესე იგი კონფლიქტის, უკრაინაში კონფლიქტის დასაწყისში რუსეთი და ჩინეთი იყვნენ ახლობელი პარტნიორები, მეგობრები და ასე შემდეგ დღეს ნელ-ნელა რუსეთი გახდა მეგობარი, მაგრამ უმცროსი მეგობარი, ძმები, მაგრამ უმცროსი ძმა, პარტნიორები, მაგრამ უმცროსი პარტნიორები, ეს არის ბრიქსის შემადგენლობაში იქნება, შოსის შემადგენლობაში თუ სხვა ტიპის ფორმაში მნიშვნელობა არ აქვს. ჩინეთი არ უწევს ანგარიშს რუსეთს თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ. და თუ გაუწია ანგარიში, ის ხათრით და რაღაც ამდაგვარი. კი თამაშობენ პარტნიორებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი დიდი ქვეყნების ურთიერთობაში უმცროსი და უფროსი პარტნიორი. უფროსი პარტნიორი ჩინეთი. მოკლედ ჩინეთია დღეს ამერიკისთვის მთავარი გამოწვევა და აქედან გამომდინარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩინეთი გაიხადოს, რუსეთი გაიხადოს მოკავშირე თუ არა, ყოველ შემთხვევაში ნეიტრალურად მაინც, ნეიტრალური ფიგურად მაინც ჩინეთის დაპირისპირების კონტექსტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე მუშაობა მიდის ინდოეთთან დაკავშირებითაც, რა იცოდეთ? ეხლა ჯერჯერობით ეს არ ჩანს, მაგრამ აი დაახლოებით 2 თვეში გამოჩნდება ეს ყველაფერი ინდოეთი რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება დასავლეთისა აი ამ ჩინეთთან დაპირისპირების კონტექსტში. მე ინდოეთის რიგი დადგება. რა არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს ყოველთვის იარაღად სხვა მესამე ქვეყნებს იმისათვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. ეს არის მოცემულობა. აი მაგალითად ძალიან კარგი ფაქტია ის, რომ ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც უზარმაზარი ნუსხა აქვს შედგენილი, რომელშიც ჩაწერილია ტერორისტებად მიჩნეული ორგანიზაციები, ქვეყნები და ასე შემდეგ, ხო? ეს ამ ნუსხაში მაგალითად არ არის ისეთი ქვეყანა, როგორც არის ყატარი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი აი სოფლიო ტერორისტული ისლამური ტერორიზმის ასე ვთქვათ მთავარი დამფინანსებელია პირიქით ყატარს ახლა შეექმნა განსაკუთრებული პირობები იმისათვის რომ თავისი ენერგომატარებლები სირიის ტერიტორიის გავლით გაიტანოს ევროპაში და ასე შემდეგ მოკლედ მთავარი მოცემულობა ესეთია დღეს ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს რევერსს იმისათვის რომ ჩინეთის გავლენიდან გამოგლიჩოს რუსეთის დასუსტებული რუსეთი და ამას ეწირება ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესები, მათ შორის უკრაინისაც სამწუხაროდ. პრაქტიკულად უკრაინა გამოიყენეს, ესეთი სურათი იქნება. სხვათა შორის მე არ ვიცი, რამდენად მართებულია, რასაც მე ახლა ვიტყვი, მაგრამ როგორც კი დაიწყო კი არა, მიმდინარეობისას მე გამიჩნდა ჩვენი აი ტრამპმა აქტიურად დაიწყო თავის წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც ჩანაცვლება ბაიდენის ან დემოკრატების ჩანაცვლება რესპუბლიკელებიდან განსაკუთრებით ტრამპით სულაც არ იყო ეს მათ შორის წინააღმდეგობა, ისეთი ბუნებრივი წინააღმდეგობა, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ თქვათ გლობალურ deep state-ზე, ლიბერალური ფრთის მოთოკვაზე და ასე შემდეგ ტრამპის მიერ და ტრამპის
გუნდის მიერ, არამედ ეს როშევა ფასოდ საუკეთესო სულა იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ ჩიხური სიტუაციიდან გამოსასვლელად, რაც შეიქმნა რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ტრამპს იმდენად მომზადებული აქვს საფუძველი მის გადაწყვეტილებებს, რომ ერთია რომ თვითონ ის ემზადებოდა ალბათ და მისი გუნდი, ეს მისი ყველა გადაწყვეტილება მომზადებულია, ეტყობა და ეს არ არის 1-2 დღის და 2 თვის და 3 თვის მომზადებული არის. კარგად გათვლილია ყველა წერტილოვანი დარტყმები რის შემდეგრა და ამიტომ ძალიან სწრაფად მიდის პროცესი. რომ მე მაინც მგონია რომ ესეც რაღაც ერთგვარი ამერიკის ჩვენთან რატომღაც დარწმუნებულები არიან რომ ტრამპი რომ მოვიდა რაღაც იზეიმებს სამართლიანობა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ ეს ცვლილება იმიტომ მოხდა რომ ამერიკამ უფრო იოლად შეძლოს იმ ინტერესის მიღწევა რაც იმთავითვე ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. ცდები? ხო, რასაკვირველი არა, შესტომ არ არის პრინციპში ასეთი კათოლები როგორც ჩანს იყო. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ აი deep state-ის თემა აქვს საინტერესო და ეს არ ჩანს ახლა ამ თვეში, მაგრამ მე ვთვლი რომ ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდოდა, აი ბოლო დღეები უკვე. როცა უკვე არჩევნები დამთავრებული იყო, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდიოდა deep state-ის, აი ამ ბიუროკრატიული აპარატის თუ ფინანსური სტრუქტურების, რომლებიც აი ამ deep state-ის ერთიანობას წარმოადგენენ, განხეთქილების შესატანად. პრაქტიკულად ხედავ რომ ანალიტიკური ცენტრების, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების რაღაც ნაწილი უკვე ტრამპის ადმინისტრაციაში ინკორპორირებული ჩართულები არის. ანუ ამ ადამიანებიდან გატყდა? ხო, გატყდა, მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჯერ კიდევ წინა არჩევნების დროს, მაშინ წინა პრეზიდენტობის დროს ტრამპმა მოახერხა, რომ სასამართლო სტრუქტურა სათავისოდ დაიტოვა. მისი კადრებით არის დაკომპლექტებული უმაღლესი სასამართლო ორგანო ამერიკის შეერთებული შტატებისა. ეს არის ძალიან ძლიერი მექანიზმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ფუნქციონირებისთვის. ეს კარგად იციან იმ სტრუქტურებმაც, რომელზეც მე მქონდა საუბარი. აქედან გამომდინარე, ბევრ მათგანმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და თავიდანვე ესე ვთქვათ აირჩია ის პოზიცია, რომელზედაც მე უბრალოდ თავრობასთან თანამშრომლობა აირჩია. ანუ ესე პრინციპში რაღაცა ეტაპი სამუშაო მოთავებული ქონდათ უკვე, დაფიქრალი ქონდათ, ნამუშევარი ქონდათ და რაღაც ნაბიჯები გადადგმული იყო. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მე პირადად. ზოგი მუქარის გზით, ზოგი სავარაუდო შანტაჟის მეშვეობით, ზოგი კიდე ესე თქო წინასწარ გააზრებულად იყო გადადგმული ეს ნაბიჯი. გადადგმული კი არა, უბრალოდ ამ ღონისძიების სავარაუდო მონაწილეებმა იცოდნენ, რომ თუ არ გადადგამენ შესაბამის ნაბიჯს და არ დაასწრებენ მოვლენებს, არ შეუერთდებიან ტრამპის გუნდს, შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს მათთვის ყველაფერი. ბორტს მიღმა დარჩნენ. ხო, ეგეც არის. ასე თუ ისეა, მოკლედ ძალიან სერიოზული ხალხია ჩართული იმაში, იმ ნაბიჯების მომზადებაში, რომელსაც დგამს დღევანდელი ადმინისტრაცია. კარგია ეს თუ ცუდია, ეს მეორე საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყოველთვის ჩვენი გადმოსახედიდან უყურებთ მოვლენების განვითარებას. მაგრამ ეხლა თუ შევხედავთ ასე თქვა გვერდიდან, მაშინ ნახავთ რომ რასაკვირველი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რომელიც ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორია. ეპატაჟურია ხშირ შემთხვევაში. სიგიჟეების ელემენტებიც ახლავს, არანორმალური მიდგომა, იმიტომ რომ მოულოდნელი მიდგომები ახლა მაგალითად განცხადება გრენლანდიასთან დაკავშირებით, კანადასთან დაკავშირებით, პანამასთან დაკავშირებით და ეხლა ღაზის სექტორთან დაკავშირებით ეს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს არანორმალური ხალხი და სხვადასხვა ღაზის სექტორთან დაკავშირებით ტრამპმა თქვა, რომ იქი არის ცხოვრობენ ამ უკეთეს პირობებში ცხოვრობენ, რეაქცია არ მოყოლია სოფლიოდან. მაშინ, როდესაც ჩვენ გვახსოვს ბაიდენის პრეზიდენტობისას იმ პერიოდში უფრო ზუსტად ევროპაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც პალესტინელების მხარდასაჭერად ძალიან უზარმაზარი აქციები იმართებოდა და ეხლა ტრამპმა თქვა ის, რაც ბაიდენს არასდროს არ უთქვამს და ბაიდენის ადმინისტრაციას, თუ გავასახლებთო, იქიდან თქვა პალესტინელებს და ძალიან დიდი აქციები იმართებოდა. ეხლა ვითომც არაფერი უთქვამს ტრამპს და ამ დროს მან ფაქტიურად ხო თქვა, რომ გავასახლებთო, აბა სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ ის იცხოვრებენ სხვაგან და უფრო კარგ პირობებს შევაცხოვრებთ. ანუ ასახლებთ და ჩამიჩუმი არ ისმის. ეს ჩამიჩუმი რო არ ისმის უფრო მაკვირვებს. ანუ ის პროტესტიც იმართებოდა თვითონ პალესტინელების რასაკვირველია, პალესტინელების პროტესტიც იმართებოდა და მთლიანად ეს ცხოვრების წესი როგორც არის პალესტინელების, ეს იყო მართვადი.
მართვადი იყო პარადოქსალურია გარდა იმისა რომ ჰამასი მართავდა ამას ყველაფერს. ხოიცით ჰამასის ლიდერები ერთია ღაზას სექტორი, რომელსაც ღაზას სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც უშუალოდ ეგურის დღევანდელი ესე იგი ისრაელის მიერ კონტროლირება ტერიტორიას და მეორეა სამხრეთი ნაწილი, რომელიც ზღვის წითელი ზღვისა და ამ ტერიტორიაზე გადის, რომელიც არის უაღრესად ესე ვთქვათ კეთილმოწყობილი და ძალიან მაღალი დონის საცხოვრისებია გამართული, ეს არის ჰამასის ლიდერების საცხოვრებელი სახლები, ვილები და ასე შემდეგ. უზარმაზარ ფული კეთდება პალესტინელების უბედურებაზე და ამის თავარი შემოქმედი სამწუხაროდ არა მხოლოდ პალესტინის ლიდერები არიან, რომლებიც დიდ ფულს შეუვლობენ მთელ ამ უბედურებაზე, არამედ გაეროს შესაბამისი სტრუქტურებიც და ამაზეც თვალშორის მიუთითა ტრამპმაც და მასკმაც. ეს მაგათ გარეშეც ცნობილი იყო არაერთხელ ეს ამბავი, რომ დიდი ფული კეთდებოდა ამაზე თვალშორის ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებაც ამას ხმარდებოდა, არა პალესტინელების დახმარებას, არამედ ამ ადამიანების, ვინც მეკითხარით. USAID-ზე არა მარტო USAID-ზე სხვადასხვა. ხო და მოკლედ ზოგიერთი ქვეყნის დახმარება, მაგალითად ნორვეგიის სახელმწიფოს დახმარება მიდიოდა თითქმის მიუხედავად იმისა, რომ კეთილშობილი მიზნები იყო ჩადებული, მიდიოდა სულ სხვა საქმეზე. მოკლედ ეს მარტო იმიტომ კი არა, რომ ჰამასის ლიდერები მოწყობილი იყვნენ, კარგად ეცხოვრათ, არამედ შესაბამისი PR აქციები ჩატარებული იყო მსოფლიო მასშტაბით. ეხლა რას ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია? ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს მოსახლეობა 2 მილიონ კაცამდე უნდა მიიღოს ეგვიპტე და უნდა მიიღოს იორდანია. ეგვიპტისთვის პრინციპში პრობლემა არ არის იმის მიღება, იმიტომ რომ ეგვიპტეს აქვს ამის საშუალება თუ პირასაკურველად დააფინანსებენ ამერიკელები პირდაპირ დააფინანსებენ. იორდანიისთვის ეს იქნება პრობლემა, იმიტომ რომ იორდანიაში სადაც ძალიან დაძაბული ურთიერთობა პალესტინელებსა და ადგილობრივ იორდანელებს შორის. იორდანიის მოსახლეობის 70% არის პალესტინელი. წარმოგიდგენიათ, მკვიდრი მოსახლეობა 30%-ის. და სულ არის დაძაბულობა. დღევანდელი მეფის მამამ ხუსეინმა თავის დროზე გაყარა ეს პალესტინელები, ისინი არიან, რომელიც ახლა ლიბანში ცხოვრობენ. ასე რომ მისთვის როგორ ლიბანისთვის, იორდანიისთვის პრობლემატური იქნება მიღება პალესტინელების და სხვა შორის თქვენ თქვით რომ არავის ხმა არ მოუღიოდო, მაგრამ იორდანია მათ ახლა ერთი ამბავი რომ არავის მიმღებები არა ვართ მიუხედავად იმისა რა ფულიც არ უნდა მოგწეს. ეგვიპტეს არ მოუღია ხმა. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ხამასი და ძმები მუსულმანები მიუხედავად იმისა რომ პარტნიორობენ, ერთმანეთს ვერ იტანენ საკუთარ ტერიტორიაზე. ძმები მუსულმანები ძალიან გავლენიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. ჰამასიც ესევე. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სუნიტურ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს შორის ყველას აქვს თავისი მოზუმილი ტერიტორია და თუ მოზუმილი ტერიტორიაში იმეს სხვა შეიჭრა, როგორც ისლამური ხალიფატის და ალ-კაიდას დაპირისპირება და ასე შემდეგ. ახლა ეს დღევანდელი გადაცემის თემა არ არის, თორე ამაზე შემიძლია გესაუბროთ. მოკლედ ასე თუ ისეა ეხლა სადღაც შორს წავედით. მოკლედ შესაძლებელია ამის მოგვარება. ეხლა აი წარმოგიდგენთ რამდენ კურდღელს იჭერს ერთდროულად თუ ესე ღაზას სექტორია განთავისუფლებულია ეგვიპტეში მოხდება მიღება და ან მოხდება დაპირისპირება მუსულმანებსა და ჰამასის მიმდევრებს შორის ან მოხდება ჩვეულებრივი სამოქალაქო საზოგადოების და ჩვეულებრივი საზოგადოების ჩამოყალიბება ისე რომ კონფლიქტი არ მოხდეს მოკლედ სამუშაოა ყველაფერი მაგრამ ესე პრინციპში რაზე ორიენტირებული ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა ყველგან შექმნას პატარ-პატარა ან დიდი კონფლიქტის ზონები რომელსაც თვითონ გააკონტროლებს დაარეგულირებს მე და პრინციპში საყრდენი ჭირდება სერიოზული ახლო აღმოსავლეთში ერთის მხრივ ეს უნდა იყოს მისი ყოფილი პარტნიორები არაბული სამყაროს რამოდენიმე ქვეყანა მათ შორის ყატარი მეთქი გიხარეთ ერთ-ერთი საუდის არაბეთს რასაკვირველია მაგრამ ისრაელი უნდა იყოს ხელშეუხებელი იმიტომ რომ ისრაელი უნდა იყოს ციტადელი ასეთ მიდგომა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ხელმძღვანელობას ეს რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს სხვაგანაც იგივე სიტუაციაა ევროპა ავიღოთ თქვა ან ახლო აღმოსავლეთი ავიღოთ ან შორეული აღმოსავლეთი ყველგან ასეთი ვითარება იყოს მოკლედ თავარი დოქტრინა თავარი მიმართულება ესეთია მოკავშირეების ზებნა ერთმანეთთან დაპირისპირება და სიტუაციის კონტროლი და თქვათ მოლოდინი არის რომ გადაწყდება რაღაცნაირად პრობლემა უკრაინის და საერთოდ დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ მაგრამ ხო არის ვარიანტი რომ მათ ვერ მოილაპარაკონ და ვერ შეთანხმდნენ მაშინ რა ხდება და თუ შეიძლება ამ კითხვაზე რომ მიპასუხოთ რეკლამის შემდეგ ჩვენ მცირე ხნით უნდა დაგემშვიდობოთ მალე დავბრუნდებით დაგველოდეთ
ვიყავ ეთერში ბრუნდები და განვაგრძელეთ საუბარს ჩვენს სტუმართან მამუკარიშიძესთან ერთად. ბატონო მამუკა, მოკლედ გავიმეორებ იმ კითხვას. მოლოდინია რომ მოილაპარაკებენ ტრამპი და პუტინი, თუმცა ჩვენ არ ვიცით რაზე მოილაპარაკებენ, ვის რამდენი უნდა და რა უნდა, მაგრამ ხო არის ვარიანტი რომ ვერ მოილაპარაკოს. რა ხდება შემდეგ? მე ცოტა ხნის ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ეს გუნდი როგორც ჩანს მომზადებულია. ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს გულისხმობ, დღევანდელი ადმინისტრაციის გუნდს გულისხმობ. და მომზადებულია იმ საკითხებთან დაკავშირებითაც, რომელზეც იქნება საუბარი მოლაპარაკებისას, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებზე. უკრაინის ტერიტორიას როგორ გაინაწილებენ, ანუ რასაკვირველი, ამაზეც იქნება საუბარი. მე არ მინდა ეხლა წინასწარ პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ის რომ ვერ მოილაპარაკებენ, ეჭვმეპარებ. მე მგონი მოილაპარაკებენ. ერთადერთი რაც რამაც შეიძლება ჩემში გამომიწვიოს სერიოზული ეჭვიანობა, ეს არის ყირიმის საკითხი, იმიტომ რომ ამერიკული ნატოს დოქტრინის მიხედვით ყირიმი არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სივრცე ნატოსთვის. დანარჩენის შემთხვევაში მე ესე მგონია რომ მაინც მოილაპარაკებენ და დაითანხმებენ უკრაინელებს. დღეს უკვე ჩანს რომ უკრაინაში თვითონ არის უკვე ესეთი დაძაბული ვითარება, რაც კონჩარენკოც კი განუდგა ზელენსკის. კონჩარენკოს განუდგება თუ განმოუდგება არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მოხდა, რაც დიდი ხანი არ მომხდარა უკრაინის პარლამენტში. ეს არის ის, რომ აი დღეს უკვე დაიკავეს ტრიბუნა, ხო? ზელენსკის თავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობაში, რაც არ ყოფილა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მერე გააქტიურდა როგორც მხოლოდ ტიმოშუკისა ყოფილი პოროშენკო. არა. ტიმოშენკო გააქტიურდა ამერია უკვე. ხო, ტიმოშენკო გააქტიურდა, ეს სხვა შეიძლება თუ მიაქცევთ ყურადღებას, ეს ქალბატონი აქტიურდება ყოველთვის ექსტრემალურ სიტუაციაში. კი, გადატრიალების წინ. როდესაც მას აქვს ამის შანსი. ხო, მოკლედ ასეა თუ ისეა, რასაკვირველია, უკრაინის საშური ვითარება არ აქვს, მაგრამ რასაკვირველია, უკრაინა იწირება, რასაკვირველია, უკრაინის ხელისუფლება დღევანდელი იწირება, მაგრამ სიტუაცია ისე არ დასრულდება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ ქონდეს სატრაბახო. აი, ვითარება უნდა დაალაგდეს ასე. რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ ქონდეს. და ტრამპის ადმინისტრაციას უნდა ქონდეს სატრაბახო. მithumetes აი შეიძლება იტრაბახოს. აი მაგაშია საქმე, ჯერჯერობით ამის თქმა გამიჭირდება. მე ვლაპარაკობ მოცემულობა რა უნდა იყოს. რუსეთმა უნდა შეინარჩუნოს გამარჯვებული სახე ყოველ შემთხვევაში რაღაცით გამარჯვებული თლათ ახლა ესეთი თეთრცხენზე ამხედრებული ვერ იქნება. ხო შეიძლება თეთრცხენზე ამხედრებული შეიძლება იყოს, მაგრამ თეთრცხენი იყოს შეიძლება იყოს ხანდაზმული ცხელი. რაში რო არ იყოს, მაგრამ თეთრცხენია. ხო და უკრაინელების მდგომარეობა აი ისეთი რომ ესე მოკლედ ვინმეს არ კონდეს დასაყვედრებელი ამერიკელებისთვის რომ აი თქვენ უკრაინა თლათ მიატოვეთ. იქაც იმიტაცია მოხდება იმისა რომ რაღაცნაირად უკრაინას შეინარჩუნეს რაღაცა ფორმით სახელმწიფოება. მოკლედ თამაში იქნება, ეს მთელი მოლაპარაკებები იქნება რამოდენიმე ესე ვთქვათ რაუნდიანი თამაში, რომელიც საბოლოო ჯამში აი ესეთი სპექტაკლი დამთავრდება გარკვეული თეატრალური ელემენტებით აუცილებლად, მაგრამ მე მაინც მგონია რომ რეზულტატი ასეთი იქნება. ყველა შეიძლება სახე შეინარჩუნოს და უკრაინასაც რაღაცა პატარა სახე შეუნარჩუნა. თუმცა ქვეყანა როგორც ქვეყანა ისეთი არ იქნება როგორც იყო მანამდე და საერთოდ უნდა ითქვას რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა როგორ გაიწირა ქვეყანა კონკრეტული ინტერესებისთვის. როგორც გაიწირა თავის დროზე 2008-ში საქართველოს და როგორც სხვა არაერთხელ გაწირულა და კიდე აიწირება, რომ კიდე ერთხელ მეორე დიდ პოლიტიკაში ესეთი ცინიზმი არის დამახასიათებელი დიდი პოლიტიკისთვის და ამაში საკვირველი არაფერი არ არის. მე უბრალოდ მინდა რომ პატარა ქვეყნის მესვეურებმა და ადამიანებმა იქ მაცხოვრებლებმა იცოდნენ რომ ეს არის თამაშის წესი მსხვილი მოთამაშეების. და ამიტომ გაუგვირდებათ ნურაფერი. წინასწარ უნდა იყვნენ ორიენტირებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე. ეს საქართველოს ეხება პირველ რიგში. კი ბატონო, და ეხლა გადმოვინაცვლოთ ქვეყნის შიგნით ამ ბოლო პერიოდში გაჩნდა ასეთი მოსაზრება, მოლოდინი, ხმები გავრცელდა, რომ შესაძლებელი არის ვისაუბროთ სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობაზე, მათ დაბრუნებაზე საქართველოს იურისდიქციაში. და მე არაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ გვექნა დრო ვისაუბროთ იმაზე, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება, ჩვენი საზოგადოება რაღაცებს რო ამბობ ხოლმე სხვანაირად იღებს მაყურებელი და მსმენელი არ მისმენს, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ ხა სარისკო რამეს ვიტყვი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთს არ ქონდა უფლება
დასმოდა უკრაინას, რუსეთის მოტივაცია საფრთხეს მიქმნის მე იქ ნატო და ამიტომ მირჩენია გავწყვეტო უკრაინელები და რეარსებობს ამ სახელმწიფომ, ვიდრე შემექმნას საფრთხე. ცოტა სხვანაირი ვითარება, მაგრამ ჩვენ სხვა მას ვამბობ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა შერიგება ოსებთან და აფხაზებთან, მათ ჩვენი სისხლი დააუარეს და რაღაცა არ უნდა წავიდნენ, არ უნდა მოვერიოთ ომით, რაც ნიშნავს იმას, რომ დავხოცოთ და მე არ მესმის მოტივი რატომ არის რომ რუსეთი მაშინ ცუდია და ჩვენ მაშინ კარგები ვართ, რაც არ უნდა ვიძახოთ რომ ეს მიწა ჩვენი, რუსებიც ამბობენ რომ კიევის რუსეთიდან დაიწყო რუსეთის ისტორიაო. მე არ ვაბლებ პარალელს, მე უბრალოდ ლოგიკურად მსჯელობ. ემხოთ იმისა, რომ ჩვენთან არიან საზოგადოების ნაწილი, ან მათთან არაფერთან შეიძლება შერიგება, როგორ უნდა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა შერიგების გარეშე, თუ ვერ ცხოვრობ შენ იმასთან, ვისაც ვინც შენს იურისდიქციაში შემოვა და ვერ ურთიერთობ წარმოუდგენელია, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ. როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს, ანუ რატომ უნდა დაგვიბრუნოს რუსეთმა იმ მოცემულობაში, როგორიც არის, როცა ისინი მოილაპარაკებენ ტრამპთან ტერიტორიების და გავლენების გადანაწილებას. ხო, ეხლა აქ არის კითხვა მთავარი. რა კონტექსტში ჭირდება სამხრეთ კავკასია ამერიკის შეერთებულ შტატებს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა კონტექსტში ჭირდება? სამხრეთ კავკასია საქართველოზე არ არის მარტო ლაპარაკი. ეს ჩვენ არ ვიცით ჯერ. ეს ჭირდება როგორც ჩინეთ-რუსეთის კონტრსივრცე, ეს ჭირდება სხვა მიზნისთვის, აი მაგალითად 2017 წელს იყო ეს სურვილი ესეთი, რომ ირანის საწინააღმდეგო ბაზა შექმნილი იყო. თურისთვის ჭირდება. ეს არ ვიცით, აქედან გამომდინარე, ვიდრე ამას არ გავიგებთ, ჩვენ ძალიან გაჭირდება პროგნოზირება. ახლა მე რასაც ვლაპარაკობ, ეს არის ძალიან მძიმე სათქმელი. იმიტომ რომ შესაძ შენ სამშობლოზე გაქვს საუბარი და ამ დროს ამბობ ასეთ რამეს, რომ აი მსხვილ მოთამაშეს რაში მჭირდები და არ ვიცი და ამიტომ არ ვიცი რა ბედი გველის, ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ პრინციპში ეს ასია. მე მინდა ამ შემთხვევაში ცივი გონებით შევხედოთ მოვლენების განვითარებას და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რამ მინდა თქვა, რასაც ვერ ვხედავ მე, მაგრამ მაინც გვაქვს ჩვენ აქამდე უნდა გვეზრუნა იმაზე, რომ ვიცოდით რა, რომ ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და იდეოლოგიური ნარატივი კი არ უნდა შეგვეთავაზებინა, მხოლოდ აი თქვა ტრადიციული რაღაცას შემდეგ. არამედ უნდა შეგვეთავაზებინა ძალიან პრაგმატული, პოლიტიკური, ეკონომიკური საჭიროება, რისთვის შეიძლება სამხრეთ კავკასია ჭირდებოდეს დასავლეთს ამერიკის შეერთებულ შტატებს. წინადადება უნდა იყოფილიყო მოფიქრებული. როგორ უნდა ყოფილიყო ეს წინადადება, მე ვერ გეტყვით ამას, მაგრამ პრაქტიკულად რა მოცემულობა გვაქვს. დღეს გვაქვს ჩვენ სამხრეთ კავკასია, რომელზედაც შუა დერეფნის ვარიანტი არსებობს, არის მეორე დერეფანი კიდე სამხრეთიდან ჩრდილოეთი სამხრეთი. ეს ჩრდილოეთი სამხრეთი სანქტ-პეტერბურგი, მუმბაი. დღეს სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი მთავარი მეტოქე რუსეთისა არის აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის მოსკოვში ასე ამბობენ, ალიევი გავიდა მომსახურების ზონიდან. ალიევმა დაიწყო თამაში, რომელიც განპირობებულია იმ დაუჟელობის სინდრომით, რომელიც მას შეექმნა. ამას ამბობენ პირდაპირ მოსკოვში. ამას არ მალავენ, რასაკვირველია ახლა სალავეოს ტიპის აგიტატორები ამას პირდაპირ ახმოვანებენ იმაში, რა ქვია, თავის გადაცემებში. ხო და არ უნდა რუსეთს რომ ესე იგი ექსკლუზივი კონდეს აზერბაიჯანს როგორც მისი ენერგომატარებლების გამტარებლისა, რუსეთის ენერგომატარებლები ხო გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და საქართველოს მეშვეობით ხდება მე დანარჩენ სოფლიოში, თურქეთში და ასე შემდეგ. ასევე არ უნდა რომ იყოს აი ამ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის ექსკლუზიური, ასე ვთქვათ, გლობელი. ამიტომ ჭირდება მეორე დერეფანი. მეორე დერეფანი აფხაზეთის რკინიგზის მეშვეობით დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და მერე სომხეთის, მისი საკუთარი რუსეთის საკუთარი რკინიგზის მეშვეობით ირანისთან დაკავშირება. აი ერთადერთი თემა, რამაც გააქტიურა აფხაზეთის საკითხი იყო ეს. იმიტომ რომ საქართველოს მხარე, როგორც მე ვფიქრობ, არ თანხდებოდა არავითარ მოლაპარაკებებს ამ რკინიგზასთან დაკავშირებით და ამ დერეფანთან დაკავშირებით, თუ არ იქნებოდა აფხაზეთის საკითხი მოგვარებული. ხო, მე ხომ მინდა გავიხსენო, მაშინ როდესაც უკვე მიხეილ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, იმ დროს პარლამენტმა აი პირველივე მოწვევისას, ანუ 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტში შეიქმნა კომისია სწორედ აი რკინიგზის გახსნის შესახებ. მაღლაფერიძე თავმჯდომარეობდა მაშინ. მახსოვს და მაშინ დაიწყო საუბარი, მაგრამ არაფერი გამოვიდა მაშინაც კი. ეხლა პრინციპში არის შეჩერებული ეს პროცესი, რამდენადაც მე ვხედავთ იმის, რომ ამ პროცესი მე უბრალოდ ბევრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროცესი გარკვეული ნაბიჯები წინ წავიდა ეს პროცესი. წინ წავიდა ჩვენი მხრიდან თუ რუსეთის მხრიდან? ორივე მხრიდან.
მაგრამ ამის საწინააღმდეგო დაიწყო ის, რაც დაიწყო აფხაზეთში. ამაზეც გადავთ, აეროპორტის ამბავი, ხო, გავცელდა ინფორმაცია, რომ თუმცა საქართველოს კოდით ეს რამდენად სწორია ეს ინფორმაცია. საქართველოს კოდით დაფრინავს, არა, საქართველოს კოდით არ დაფრინავს. როგორი ფრინავ, ხო, ეს ცოტა მეც საქართველოს კოდით არ დაფრინავს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე 1000 ჟილ მithქვია და ეხლა ვიმეორებ რუსეთს მტერიენდო. რუსეთს წვაშორის ეს არის რუსეთის პოლიტიკისთვის დამახასიათებელი, რომ არასოდეს ეს მომწონს ახლა მე ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაში მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რამ მიუღებელია აბსოლუტურად. კი მაინც გზნობ, რომ ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. და რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს მათი გადაწყვეტილება, ეს არის მოცემულობა. რუსეთის გადაწყვეტილებების შემთხვევაში როგორ დამახასიათებელია აღმოსავლური პოლიტიკისთვის ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს. და მithumat ეს პატარა ქვეყნის მიმართ ეს მიჩვეულები არიან, რომ ანგარიში არ გაგიწიონა. ახლა კოზირევის ბოლო ინტერვიუ დოკუმენტური დადასტურება იყო იმისი, როგორ გვატყუებდა რუსეთი წლების განმავლობაში აფხაზეთთან დაკავშირებით. ეხლა მე ვამბობ ერთად მტერიენდო რასაკვირველი, თან გარანტორი არავინ არ არის. ის კი არა უკრაინასთან გახსოვთ თქვენ როგორ აზე იყო ხალმოწერილი დოკუმენტი და მიატოვა უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებმაც და ინგლისმაც მიუხედავად იმისა, რომ ხელი ჰქონდათ მოწერილი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე რუსეთთან ერთად, აი ბუდაპეშტის ცნობილი დოკუმენტი. ხო, მოკლედ დავანებოთ ახლა თავი დღეს ასეთი ვითარებაა, რომ რუსეთს დონბარ ძალიან რთულია, მაგრამ კიდე ერთხელ მეორებ, რომ ასეთი ტიპის, ისე იგი შეთანხმება რუსეთს ძალიან ჭირდებოდა. აი ეს ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი. მაგრამ დღეს, რადგან ვითარება შეიცვალა, როგორც ჩანს, ეს პროცესი არის დამოხრუჭებული. იმიტომ რომ პლუს აფხაზეთში შეიცვალა მდგომარეობა, ზეგარი არჩევნები აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, იქ ომია ატეხილი, აი მართლა ომია ატეხილი, ერთმანეთის დისკრედიტაცია მიდის ყველა სოციალურ ქსელში, მოკლედ საშინლად. იქ ახლა პროტურქულობა ბრალდება ოპოზიციის წარმომადგენელს, ეს განსაკუთრებული პრორუსულობა ხელისუფლების წარმომადგენელს და სოციალისტ ისე აღარ მუშაობს ის პროქართულობის დაბრალება, როგორც ადრე მუშაობდა. დღეს არის მთავარი ტრენდი არის პროტურქულობის დაბრალება, ადგურ არ ძიმბა ოპოზიციის ლიდერი არის პროტურქული, ასე ამბობს მეორე მხარე და ეს არის პრორუსული ბადრა გუმბა ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელზეც ამბობს საზოგადოება, რომ ის მიყიდის აფხაზეთს რუსეთს და ნუ ესეთი რამ ხდება. მაგრამ აი ვიდრე არ ჩაწნარდება იქ მოვლენები, არ გამოიკვეთება კონფიგურაცია იმისი, ვინ იქნება იქაური დე-ფაქტო ლიდერი და გარდა ამისა, რას მოილაპარაკებენ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსები მანამდე ჩვენთვის რთული იქნება, ასე ვთქვათ, სწორი ორიენტირის განსაზღვრა, თუმცა მოვლენების განვითარებისთვის მზად უნდა ვიყო და ჩვენი წინადადებები და ინიციატივები უნდა გქონდეს აუცილებლად. რა თქმა უნდა. არ მოცემულობის წინაშე არ უნდა აღმოჩნდეთ. კიდე ერთხელ მეორებ თქვენ დასმულ შეკითხვაზე, რატომ უნდა გუნდოდეს რუსეთს ამის გაკეთება? აი ამიტომ უნდა რუსეთს ამის გაკეთება, როგორც ჩანს. თუმცა ეს არ ეხება სამაჩევლოს. აი სხვადასხვა მინდა მე თქვა აუცილებლად, იმიტომ რომ საერთოდ სხვა სიტუაციაა იქ და იქ იმ ბაზაზეც ვისაუბროთ. იქნება ესეთი შტაბ-შტილება, შეიძლება მცდარია ჩემი შტაბ-შტილება თქვენ გამისწორეთ თუ ვცდებით, რომ ეხა გამოდის, აი თქვენც რო გისმენთ, ვთქვათ, ვადევნებ თვალს, ხო, აი დე-ფაქტო აფხაზეთის პრესას, მათ წარმომადგენლებს, ეგრეთ წოდებულ პარლამენტის წევრებს რას ამბობენ, როგორ ამბობენ, რომ იქ თითქოს პროცესი და დაპირისპირება რუსეთს ესე მიშვებული ყავს, იქ მართლა დემოკრატია? სადა? აფხაზეთში. არა, მიშვებული როგორ აი პროცესი თუ აი ეს დაპირისპირება ხელოვნურია და ინსპირირებულია. არა, ხელოვნური არ არის დაპირისპირება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აფხაზებმა თვითონ მიიყვანეს მდგომარეობა აქამდე. ესე იგი, ამდენი წელია თავისი ენერგოს სისტემის საკითხი ვერ გადაწყვეტეს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ელიტების ბრძოლა უკვე, ეს არის საზოგადოება სიბნელეში რო ზის, იქ ბუნებრივია საზოგადოება არის ესე რა ქვია, სოციალურად ძალიან დაძაბული და ემოციურად ძალიან დაძაბული აქედან გამომდინარე. ამიტომ მართვა ამ საზოგადოების არის მარტივი. ის საპროტესტოდ განწყობილი პოლიტიკური ელიტისთვის. ეს პოლიტიკური ელიტა შეიძლება რევანშისტვის იბრძვის, შეიძლება თავის მისთვის იბრძვის, რომ თვითონ მიაღწიოს. თვითონ ისინი მსხვები მოაშოროს, თვითონ დაждდეს იმ სკამებზე, მაგრამ საზოგადოების გამოყენება ძალიან მარტივია. ანუ ის ზემოქმედების ბერკეტი ამ შემთხვევაში მას ხო შეუძლია რუსეთს მიაწოდოს ელექტროენერგია, მაგრამ არ აწვდის. არ აწვდა ელექტროენერგიას იმისთვის, რომ ის პროექტი, რომელიც რუსეთს ჰქონდა, ესე მე სხვანაირად ვერ ვიტყვი რა. ის პროექტი, რომელიც რუსეთს ჰქონდა დამუშავებული
გამაგრებული იმისათვის, რომ ეს ალტერნატიული ესე იგი კორიდორი ტელეფონი შეექმნა, ამაში არ აყვა მას აფხაზეთის საზოგადოება და ხელისუფლება. ანუ აფხაზების დაყოლებაც ხო არის საჭირო იმ რკინიგზის გასაგ ჩვენ გონია მარტო ჩვენი დაყოლება საჭირო, მაგრამ ამ თამას თანხვედრი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები ჭირდებოდა. პარლამენტის და ხო, პარლამენტის უნდა ყოფილიყო და სამთავრობო გადაწყვეტილებები და აი ეს გზა აირჩია რუსეთმა, ეს გზა სხვა შორის არ შეუწყვეტიათ. ახლა ჯერჯერობით ახლა მე განაცხადა იმ დღეს მინისტრმა ნოვაკმა ტრანსპორტის მინისტრმა, რომ ეს შეჩერებულია ეს აი აპარატო ჰოტელების საკითხი და სხვა საკითხები ამ დაგვარი. მაგრამ ეს შეჩერებულია და არ არის ამოწურული. ესე იგი ხოლმე რა მოხდება კაცმარეთის რუსეთი აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას, რომ აი რატო არ უნდა დაუბრუნდეს? არ ვიცი. სხვა შორის ერთი რამეა, რაც აფხაზები დღეს ვერ ლაპარაკობენ უკვე. ამასობაში წინამდებარე ამ ბჟანიას მთავრობამ იძულებული გახდა მიიღო დილის 6 საათზე მიიღო ერთი კანონი. ეს არის კანონი საარბიტრაჟო სასამართლოებთან დაკავშირებით. ის არ ვიცი. ეს არის ხო ორი რამე იყო, სულ ერთი იყო აპარატო ტელების საკითხი და მეორე საარბიტრაჟო სასამართლოს. ისინი მიიღო ის ჩუმად. ხო და იქ არის ეგეთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომ ესე იგი გადაწყვეტილება არის მთავარი, რომ ეს ამ კანონის მიხედვით ამ რაც მიიღეს აფხაზეთში რუსეთში მოქმედი სასამართლო თუ მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, რომელიც აფხაზეთს ეხება, რუსეთში მოქმედი სასამართლო აფხაზეთისთვის არის სავალდებულო. და ეხლა პირველ რიგში ეს ეხებოდა რატომ მოხდა ეს ამბავი? იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის. ხო და ამაშია საქმე. რასაკვირველია, იქ არის დათქმები გარკვეული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ეხება ეს საარბიტრაჟოს ეხება მხოლოდ. ძალიან ბევრი რუსია გამოძევებული თავის ბინებიდან. ძალიან ბევრი დაუშვათ აფხაზეთში 5000 კაცი. მათი დიდი უმრავლესობა იყო მოხუცებული ადამიანები. ბევრი მათგანი გარდაიცვალა, აღარ არის ცოცხალი. მაგრამ მათი ოჯახები ხო დარჩა. ისინი სულ საჩივრებს ემაშებოდნენ. წერდნენ, მაგრამ არაფერი არ გამოსდიოდა. ეხლა ეს საჩივარი უკვე განხილული იქნება არა აფხაზეთის სასამართლოში, არამედ რუსეთის. და აფხაზეთისთვის სავალდებულოა. თუმცა იქ არის კიდე ერთხელ მეორე დათქმები. ამაზე რა მოყვა? რუსეთის მოქალაქე ქართველებმა დაიწყეს საჩივრების შეტანა. მათაც ხო აქვს საკუთრება. აი მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ მათ რუსეთის მოქალაქეობა აქვს. იმიტომ რომ მათ რუსეთის მოქალაქეობა აქვს. აი ამ ეხლა დაიწყება იქ ისეთი ბაქხანალია, ესე იგი როცა დამთავრდება ეს საპრეზიდენტო არჩევნები ანუ მარტის მერე ტრის დაავისას. მოკლედ აფხაზეთის სიწყნარე და სიმშვიდე აფხაზეთში არ იქნება კარგა ხანი. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. კიდე ერთხელ მეორე ზოგ შემთხვევაში სხვის სივრცეში არეულობა ხო აი ეს მინდოდა მეთქვა მეც ვერაფერს და იქ თუ არის თქვა რკინიგზის გამო არის დაინტერესებული ცხინვალის რეგიონში საქმე რთულად არის იმ თვალსაზრისით რომ ერთი ჩიხია და მეორე ის ბაზა რომელიც აქვს რუსეთს ცხინვალთან ამ ბაზას აქვს სტრატეგიული დანიშნულება და ფაქტობრივად 2008 წლის ომის ერთ-ერთი მოტივი ალბათ ესეც იყო და ეს ბაზა არ ჭირდება ჩვენ საკონტროლოდ მხოლოდ ან იქ რო შეიარაღება ჩვენ არ ჭირდება იმის მიათედიც კი ჩვენთან ანგარიშის გასწორება რომ უნდადეს რუსეთს და მით უმეტეს ეს ბაზა ალბათ იძენს მეტ ფასს ახლო აღმოსავლეთში სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზისთვის პრობლემების შექმნის ფონზე, იმიტომ რომ დარჩება არ დარჩება, იმაში ლიბიაში გადააქვს, ვერ გადააქვს რაღაც პრობლემურია. აი ცხინვალთან დაკავშირებით რა შეიძლება მოხდეს, რაში შეიძლება დასჭირდეს აფხაზეთში გავიგე, მაგრამ აი ცხინვალი და იმ ბაზის გატანა როგორ წარმოუდგენია ვინმეს? წარმოუდგენია. იმ ბაზაზე არის ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტრონული დაზვერვის ცენტრი სამხრეთ კავკასიაში. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ცენტრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთში განლაგებული ანალოგიური ცენტრი. აფხაზეთში განლაგებული ანალოგიური ცენტრი ძალიან დიდ სივრცეს ფარავს, მაგრამ ეს უფრო არის სამხრეთ დასავლეთი მიმართულება. და ეს არის აი სამხრეთ აღმოსავლეთი მიმართულება ზუსტად. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია და პრინციპში ესე მარტივად ვერ მოხდება ამის ამბავი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავიწყოთ ვარაუდების გამოთქმა და მოდი დღეს თავი შევიკავოთ ამ ვარაუდებისგან აზრი არ არის. პრინციპში თვითონ მთელი ცხინვალის რეგიონი არის ერთი დიდი სამხედრო ბაზა. ის მისი 25000-იანი მოსახლეობის დაახლოებით მე-13 ამ ბაზაზე დაკავებულია სხვადასხვა ფორმით, ზოგი სამხედრო მოსამსახურეა, ზოგი მზარეულია, ზოგი დაცვაა და რა ვიცი. ესე იგი შეზრდილები არიან. ეს არის ძალიან რთული თემა.
ამის დაშლა ესე მარტივი არ არის. მე არ ვიცი როგორ გამithარდება მოვლენები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ საკითხის ესე თქვა გადასაწყვეტად მე ვერ ვხედავ რომ მზაობა იყოს ჩვენ ქვეყანაში შერჩერებით. ერთია ჩვენ ქვეყანაში იყო არის თუ არ არის მზაობა, მაგრამ თვითონ რუსეთის პოზიცია ხა ჩვენ ერთ პაკეტად განვიხილავთ ცხინვალს და სოხუმს, იმიტომ რომ ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და ძვირფასი არის ეს და თანაბარი წონის პრობლემაა ჩვენთვის, მაგრამ აი რუსეთის რა ინტერესი აქვს? ერთული სათქმელია, იმიტომ რომ მე მაგალითად თუ ჰიპოთეტურად წარმოვიდგენ და ხო ეს წინადება წარმოვიდგენია თუ იქნა ამ თემაზე ლაპარაკი თუ ცხინვალზე, ხო? ცხინვალი, ორივე შემთხვევაში რუსული ბაზების დატოვება იქნება მოთხოვნილი. ორივე შემთხვევაში. ხო და აი რა გითხრათ, ეხლა მე აღარ მინდა კიდე ერთხელ მე ჯობი არ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ვერ ვხედავ ნაბიჯებს, რომ ესე იგი ინიციატივებს, რომელიც სამმართველობით არის, ხო. თვალსაჩინო რაც შეეხება რუსეთის ბაზას 99 წელს როცა სტამბოლში უთო სამიტი გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები უნდა გასულიყვნენ საქართველოსთან, იქ ლაპარაკი იყო ამასთანაც გაიხსენა კიდეც რუსეთმა და მეც მახსოვს, რომ მაშინ ამაზე ლაპარაკი კი არა და შეთანხმდნენ კიდევაც მხარეები და როდესაც თავდაცვის მინისტრი ბარამიძე იყო, გიორგი სააკაშვილის დროს, ისიც ლაპარაკობდა ამაზე, მახსოვს ეს ამიტომ კარგი დიდი ხნის ჟურნალისტი რო ხარ გახსოვს რაღაცები უშუალოდ. რას ამბობდა? რომ ამბობდა იმას, რომ ბათუმში უნდა გახსნილიყო ერთობლივი ანტიტერორისტული ბატონო ბაზა და ეს დათქმა იყო აი რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ. ეს შეიძლება ისე მოითხოვოს რუსეთს ამ მსგავსი რამ თუ იმ ორი ბაზი დაკმაყოფილდება თუ ყველაფერი შეიძლება რუსეთმა მოითხოვოს. თავიდან ხო გეუბნებით, აი ძალიან რთულია დიდ ქვეყანასთან ლაპარაკი თუ შენ არ აყავს ხარი მოკავშირე. ჩვენ როცა რუსეთთან ლაპარაკს დავიწყებთ, თუ გვერდზე არ გვეჭდა ვინმე სერიოზული წვრილი მოთამაშე, ძალიან რთული იქნება იმ შედეგების მიღება, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენ ქვეყანას. მე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ საზოგადოების ნაწილს. მთლიანად ქვეყანას დააკმაყოფილებს. ქვეყნის ინტერესებს დააკმაყოფილებს. ამიტომ გამიჭირდება ახლა ამის თქმა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველანაირი წინადადება შეიძლება მოდიოდეს მოსკოვიდან, როგორც ყოფილა არაერთხელ. აბსოლუტური წინადადებებიც ასეთი რამეც არსებობს ხოლმე, რომ აბსოლუტური წინადადებების დაყენება იმისათვის, რომ მაქსიმუმის დაყენება მინიმუმი რომ მიიღო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ მე გამიჭირდება ამას საუბარი. ამ შემთხვევაში ყველაზე პერსპექტიულად გამოიყურებოდა აფხაზეთის საკითხი ამ ეტაპზე, მაგრამ ამ წუთში ეს საკითხიც, ასე ვთქვათ, მე მინდა სწორად იყო გაგებული. ეს იმას კი ანიშნავდა, რომ აფხაზეთს ვიღაც დაგიბრუნებს. პროცესი შეიძლება დაიწყოს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რომ წარმოვიდგენ ხოლმე ხანდახან, ვინც არ იცის აფხაზეთის საკითხი, ცოტა გაუჭირდება ჩემი გაგება, მაგრამ აქაც მინდა რომ ესე იგი სწორად იყო გაგებული, ჯობია სიმართლე იცოდე. აფხაზეთი დღეს რო დაუბრუნოს საქართველოს ვიღაც და უთხროს აი თქვენი იყოს და მიხედეთ. ჩვენ არ ვიცით რა უნდა უკეთოთ. არა, იქ ხო ჯერ ერთი არ ვიცით, იქ იმდენი პრობლემები, იმდენად სერიოზული პრობლემებია. თუნდაც მენტალობის თვალსაზრისით დაჭირდება იმას წლები, რომ პრობლემა მოაგვარო. თან საზოგადოებრივი აზრი არ არის ამისთვის ჩამოყალიბებული. ძალიან ბევრი პრობლემებია სერიოზული და იმას არ ეგონოს, რომ მარტივად შეიძლება მოხდეს. და ჩვენ თავარი ვერ მოგვივლია თავარი საკითხისთვის, გაგვიჭირს ყოველ შემთხვევაში ამ საკითხის მაგვარება, ეს არის გალის რაიონის ქართველობის თვის აი დეკარტველიზაციის პროცესის შეჩერება, რომელიც იქ მიმდინარეობს. დეკარტველიზაცია მიდის გააფხაზებისთვის თუ რა მოკლედ ქართული ცნობიერების შესრულზეა მუშაობა და გააფხაზებისთვის მიდის თუ გარუსებისთვის ამაზე ხო ჩვენთვის გადაწყვეტილება არა ჩვენთვის ნიშნულობა აქვს იმას რომ ეს 40,000 ადამიანი ქართული ზარაკ არჩევნებში მიიღებ მონაწილეობის უფლება გენისთვის შენარჩუნებული იყოს. ეს ხო სამწუხარო პროცესია, ეს ჩვენ სამხრეთითაც მიმდინარეობს, წლებია უკვე საუკუნეებია, ჩვენ აღმოსავლეთისაც საინგილოს გულისხმობ და კიდე ხა გალი დაგვემატა თვალსაზრისით. ეხლა როდესაც საზოგადოების რა თქმა უნდა ხელისუფლებას არ უცვლის პასუხისმგებლობას და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა უპირველესად, მაგრამ ეხლა საზოგადოებას როდესაც აგერ არ ახსოვს გვერდზე რა ხდება საინგილოში, ჰერეთში, რა ხდება აფხაზეთში, გალის რაიონში და ამბობს რომ ევროპა არის შინ და მიდის აბსოლუტურად ადეკვატური შედეგი არის დამდგარი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეხა ეს ის არის ძაღლი შინავ ვარგო და სანადიროდ გარბოდაო და რაღაცა მომინაცვალს ეს თემა ვერ დაგვილაგებია, ამდენი წელია დაკეტილია
ეპიდემიის შემდეგ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი და 8000 ქართველი, რომელიც ქართული ცნობიერება დარჩენილი სულ და აი ამ ადამიანების ჩვენთან შემოშვება ვერ დავალაგეთ ვერაფრით რა. რამდენი წელია უკვე. ქართული გვარსახელები ვერ დავალაგეთ ამდენი ხანი არა თუ შემოშვება და გაშვება და ეს ძალიან პრობლემური ამბავია. მე აქვე მინდა კიდევ ბატონო თქვათ ისიც რომ გასაგებია რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არის სამხედრო ბაზების შენარჩუნება, თაკი ოდესმე იქნა საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოდესმე ამას იმიტომ ვამბობ მე რომ ჩვენ ვხედავთ რა ხდება უკრაინაში, რას ამბობდნენ მანამდე, იგივე მე შოლცის ამბავი გამკვირვებია ძალიან, იმიტომ რომ ეხა შოლც ვერაფერს დააკლებს გასაგებია ჩემი გაკვირვება მით უფრო თავისი გასჭირვებია, როცა თქვა რომ ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგი თორე ჩვენ თქვა უკრაინას მივიღებთ ნატოში და 2008 წელს გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო ამერიკის შეერთებული შტატები მაშინ თანახმად ყავს და ჩვენ ასე ვიცით არ მეანჭეს მაფი უკრაინასა და საქართველოს და რითაც ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთეს რუსეთს თავდასასხმელად. იმის თქვა მინდა რომ თქვა რუსეთის ინტერესი კი არის აქ სამხედრო ბაზები, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი როგორია ჩვენ არ ვიცით. თქვენ ბრძანეთ და თქვენ ახსენეთ კიდევ მსხვილი მოთამაშე, რომელიც ჩვენ გვერდზე. ჩვენ ვხედავთ რომ ყველა მსხვილი მოთამაშე მხოლოდ თავის საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, თუ ეს არ არის თურქეთი და აზერბაიჯანი და ლაპარაკი არ არის მათ დაპირისპირებაზე სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან და ასევე სომხეთთან. ჩვენ თეორიულად მაინც ყავს ასეთი მოკავშირე, შეიძლება ყავდეს. ხო და ამიტომ ხშირად ვამბობ ხოლმე და უკვირთ ხოლმე ჩემი ეს გამონათქვამი ჩვენ დასავლეთის ალტერნატივა არ აქვს. იმიტომ რომ აღმოსავლეთი სხვანაირად არის მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ აი ევროპისა და აზიის გასაყარზე, ჩვენ მენტალობით მაინც ვართ დასავლური კულტურის ნაწილი. და მოგვირთ ხოლმე, როცა მიუხედავად ხა მე რა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობის სწორი მიდგომა იმასთან დაკავშირებით არის დეზავუირება ევროპელი ერთია ევროპა და მეორე ევროპული პოლიტიკა და პოლიტიკოსები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ამის დეზავუირება რო ხდება, ეს არ არის ცუდი სხვადასხვა, იმიტომ რომ პრაქტიკულად რასაც მე ვხედავ, განსაკუთრებით ევროპარლამენტს ეხება ეს ამბავი, ეს არის დღეს ბუდე, ჭაობი ევროპისვე დეგრადაციის, დაღუპვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ევროპა მაქსიმალურად დასუსტა. აი შეხედეთ აღმოსავლეთ ევროპაში რა ხდება, ყველგან დაძაბულობა, ყველგან არის დაპირისპირება და ყველგან არის ესე ვთქვათ უკმაყოფილება იმ ვითარებით, რასაც ქმნის ოფიციალური ბრიუსელი. მე ამ შემთხვევაში იმის ნარატივს კი მეორე ვხედავ, ბულგარეთი იქნება, რუმინეთი იქნება, ხორვატია იქნება, უნგრეთი იქნება. ნუ ხლა უნგრეთი ნაკლებად არის რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ნუ სხვები დაახლოებით იტალიაში სხვადასხვა არ არის ჯანსაღი ვითარება და საბოლოო ჯამში მე ის მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ევროპარლამენტის და ევროპელი პოლიტიკოსების დანაშაულია ის, რაც დღეს ხდება მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეკონომიკური პერსპექტივასთან დაკავშირებით და ბევრი სხვა. ტრამპის ნაბიჯები ეფექტური იქნება თუ არა მის თანმიმდევრობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ევროპისთვის რთული დღე რო დგება, რთული დღეები, ეს ფაქტია. იმიტომ რომ ევროპის მიმართ სერიოზული პრეტენზია აქვს და მე მას რა ქვია, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასე რომ ეს ყველაფერი დალაგებული, მოწყობილი, ბიუროკრატიული, კორუმპირებული, ესე იგი ვთქვათ, ჭაობი დღეს იწყებს თუხთუხს. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის კორუფცია, იქაც არის რასაკვირველია, მაგრამ აი ეს ევროპულ ჭაობზე ვლაპარაკობ. ჩვენთვის ევროპა არის სხვა ფასეულობები და მე ვატყობ, რომ ბევრი ევროპელი დეპუტატისთვის არის სხვა ფასეულობა. მოკლედ ვითარდება მოვლენები და აი ეს მიდგომა, ამის დეზავუირება მე ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი იყო. გამიჯნა რასაკვირველია ეს არის პარლამენტთან და საპარლამენტო ასამბლეის ევროპული იდეა ერთია და აი ეს ასე ვთქვათ, ეს უბედურება ჭაობი სხვა არის, ეს ევროპული ჭაობი, რომელიც დღეს შექმნა ბრიუსელმა ნებსით უნებლით. და რაც ალბათ მისთვის არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. აი თქვენ ბრძანეთ რომ დასავლეთის გარეშე გაგვიჭირდება და მეც გეთანხმებით რომ მოკავშირის გარეშე და ჩვენ ახლა დასავლეთის გარდა სხვა მოკავშირე თეორიულადაც კი არ არსებობს, რაც უნდა ბევრი ვეცადოთ და ბევრი ვეძიოთ, მაგრამ ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ დასავლეთი, როდესაც მაგალითად წინა ადმინისტრაციის დროს დასავლეთის ფლაგმანად თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს მივიჩნევთ და უნდა მივიჩნიოთ, წინა ადმინისტრაციის დროს ის იყო, თქვათ ჩვენ გვერდით, მაგრამ მას ჩვენ სრულიად სხვა ფუნქციით ვჭირდებოდით.
საქმე იმაშია, რომ იმას თქვენც გაქვს მოყოლილი ხო ჩემთვის, დიახ. ის ფუნქციას ისინი გვანიჭებდნენ. აი უყურეთ, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენ თელ დღე ვართ. თუ გვინდა ვართ. არა, რაღაც დრო თუ არ თავდება დრო, მაშინ ვიტყვი. 5 წუთი გვაქვს კი ბატონო. დოდამასია. ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თვითონ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ყატარის მაგალითად ყველა კი არ მოვიყვანე 3 მილიონიანი ქვეყანა, მართალია ნავთობია. მაგრამ მდიდარია. კი არის მდიდარი, მაგრამ მაგაზე მდიდარი მეზობლები ყავს, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ. ხო და მე ის მინდა გითხრა, რომ ვერასოდეს ვერ მოახერხეთ კონკრეტული ინიციატივის, ასე ვთქვათ, შექმნა, ძლიერი ინიციატივის და ამისი დემონსტრირება და ამ ინიციატივაზე მე ამ ინიციატივის რეალიზაცია. აი მაგალითად ძალიან საინტერესო იდეა იყო 90-იან წლებში თქვათ ერთიანი კავკასიის. ესე იგი, ეს თქვათ ჰუმანიტარული ერთიანობის იდეა, ეკონომიკური ერთიანობის იდეა, რომლის რეალიზაციისთვის პრინციპში არც არაფერი გავუკეთებია. მართალია სირთულეები იყო, მართალია ყარაბაღის მოვლენები იყო, მართალია ასე შემდეგ. მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით ინტენსიური ნაბიჯი წლების განმავლობაში არ მომხდარა. იდეების, ასე ვთქვათ, გენერირება ხდებოდა სროლა ვიცით გადასარევად ესეთი გენიალური იდეების, მაგრამ მე არ არის. მოკლედ თუ არ იქნა ამ ტიპის ინიციატივა, თუ არ იქნა ამ ტიპის გეგმა შეთავაზებული ჩვენი პარტნიორების, თუ ისინი არ დავაინტერესეთ, ყოველთვის იმათი გეგმა და იმათი ინიციატივა იმუშავებს. დიახ. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ და დავემშვიდობოთ ჩვენს პირველ სტუმარს. რეკლამის გამო ჩვენ მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, მალე დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ მეორე სტუმართან ერთად.